გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. გავძლიერდეთ სულიერად, ემოციონალურად, ხორციელადაც ჯანმრთელობას გისურვებთ. რა თქმა უნდა, მარხვა თავისებური პერიოდია და მარხვაში ეს რაღაცა ნეგატივი დუხს ადამიანში ზედაპირზე ამოდის, რაც ნეგატივია, რაც უარყოფითია. თუ ადამიანში ბევრი არის უარყოფითი, ეს უარყოფითი ძლიერდება მარხვაში და ტივტივდება ზევით დუხს, ასე ვთქვათ, რაც არის ადამიანში, ის ძლიერდება და გამოიკვეთება მარხვაში. თუ არის ბნელი, მაშინ ეს ბნელი გამოდის და გამოტივტივდება და დაგანახებს, რომ ბნელი ყოფილა შენში და უნდა მოინანიო და გაენთავისუფლდე ამისგან. თუ ნათელი არის შენში, ეს ნათელი ძლიერდება და მაშინ უფრო ძლიერი ხდები და სულიერად მანათობელი ხდები, ასე ვთქვათ, უხილავად და ადამიანი დაცულია უფრო. თუ შენში სხვადასხვა სისუსტეებია, როგორც მამხილებელი ლაკმუსის გახალდივით არის მარხვა, მაშინ ეს სისუსტეები გამოჩნდება და ნახავ და დაგანახებს, როგორც სარკეში შენ სისუსტეებს. თუ ძლიერი ხარ რამეში და კარგი არის, ისიც გამოჩნდება და მოკლედ კარგი რაც არის, იმას ჩავეჭიდო და რაც სისუსტეა და რაც ცოდვაა და რაც მავნე არის, ის ვეცადოთ, რომ ნელ-ნელა, ვთქვათ, იმისგან გამთავისუფლდეთ. ეს ყველაფერი ხდება ფონზე მარხვისა და რა თქმა უნდა ლოცვისა, ხშირად ზიარებისა და ჭეშმარიტების შემეცნების ფონზე. შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამ განთავისუფლოს შენ და ვინც რისგან განთავისუფლდება, თვითონ ყველაზე უკეთ უცხის. ჩაიხედოს თავის გულში და გულის სიღრმეში, მარხვა გაანახებს მას, თუ რისგან უნდა განთავისუფლდეს და რა უნდა გააძლიეროს მან. ვილოცოთ მეტი ვეზიაროთ ღვთისმხალობით თუ გსურს და რა თქმა უნდა გსურს და არ შეიძლება რომ არ გსურდეს, რომ უკეთესი გავხდეთ და სულიერი წონასწორობა სიმშვიდე მოვიპოვოთ. ცნებების დაცვის ფონზე აუცილებლად შევინარჩუნოთ ჩვენი სტატუს quo, შევინარჩუნოთ სულიერი სიმყარე, წონასწორობა, უცოდველი, შეუმცდარი და წაუბორძიკებელი არავინ არ არის. წაბორძიქდი, განიმართე და გააგზედე სვლა. წაიქეცი, წამოდექი და კვლავ განაგძე შენი სულიერი ცხოვრება. დასუსტი, ეცადე რომ სასო არ წარიკვეთო და კვლავ ხნეთ შეზძახო შენს თავს და ევედრო ზეცას. ის ვინცაც ეწვის შეეპარება ღვთის გულმოწყალებაში, ის იმას ვისაც შეეპარება ეწვი ღვთის მიერ მისთვის პატიების შესაძლებლობაში მონანიებული ცოდვის ფონზე და შედეგად იგი ღვთის მოწყალებასა და ღვთის განგებულებას ეჭვის ქვეშ და კითხვის ქვეშ აყენებს, რაც ცალკე ცოდვაა კიდე და ცალკე მოსანანიებელი. ამიტომ არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ ღმერთი თუ კი მოითმენ, თუ კი მოინანიებ, თუ კი იმედს იქონიებ აუცილებლად და გზას და სვლას განაგრძობ ამ ჯოჯოხეთურ ზოგჯერ რეალობაში, რომელშიც ხანდახან ჯოჯოხეთის უпроსოდ მსგავს რეალობაში, რომელშიც ჩვენ ოსაბჭოთა სივრცის ხალხი ვიმყოფებით, რომლის ჯოჯოხეთის ქსეროასლის შექმნის მცდელობები უკვე კარგახანი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სვლა არ გავაჩეროთ. როცა განსასწელებისა და დესტრუქციისა და კრიზისის და ბნელეთის სივრცესა, დროისა და სივრცის კონტინუუმში მიიწევ, არ შეაჩერო სვლა. იმიტომ შეიძლება უფრო მეტი საფრთხე დაგემუქროს, მეტი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდე, არასაჭირო რისკ ფაქტორების ქვეშ აღმოჩნდე. ამიტომ ეს ყველაფერი, რომ ჩვენთვის უმტკივნეულოდ იქნეს გადატანილი, ჩვენ ვეცადოთ, რომ დავიჯეროთ წმინდა წერილის და წმინდა გარდამოცემის. ყველაფერი რომ ჩვენ თავზე გადავიტანო და ჩვენს ტყავზე განვიცადოთ, რაც კი რამეა, მაშინ ადამიანის რესურსი არ ეყოფა ამას. ამიტომ უნდა ეცადოს, რომ რაც მისთვის ნათქვამია სიბზნე, ზეციური სიბზნე, ეს შეისისხორცოს, ამ ზეციურ სიბზნეს შეეჭიდოს და როგორც მისთვის მოცემული მზამზარეული გამოცდილება წარმატებით გამოიყენოს და არა ექსპერიმენტები ჩაატაროს თავის ცხოვრებაზე. გამოვა თუ არა რამე და რა შედეგს გამოიღებს. ეს რომ არ იყოს და თავის თავზე არ ჩატარდეს და საკუთარ თავზე არ განიცადოს ადამიანმა ყველაფერი, ამისათვის არის მოცემული უამრავი სიბზნე, დარიგება, დაწყებული სახელწმინდა წერილი და ნამთარული წმინდა მამების დარიგებები და რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ. მზამზარეული მოცემული ჩვენთვის პირდაპირ გამზადებული, ესე ვთქვათ, დაუმსახურებელი წყალობაა ჩვენთვის მოცემული ღვთის მიერ. ამიტომ ვეცადოთ, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენოთ. გვახსოვდეს ღმერთი, ყოველთვის შეუნდოთ, ვაპატიოთ, სიტყვა შემინდე, მაპატიე, შემინდვია, მიპატიებია, ხშირად ყოფილიყოს ჩვენს ლექსიკონში, სულიერ ლექსიკონში.
და ამის შედეგად მეტაფიზიკურად მოწესრიგდება ის ქაოსი და ყოველივე რაც ხელს გვიშლის წინსვლაში, რასაც ყველას გისურვებთ. მადლობთ საჩვენეს იესო ქრისტეს, იყოს თქვენ ყოველთა თანა.